კახეთის ახალმა გუბერნატორმა რეგიონში მუშაობა უკვე დაიწყო. ირაკლი ქადაგიშვილი გუბერნიის თანამშრომლებს და კახეთში მოქმედ მედია საშუალებების წარმომადგენლებს უკვე ყოფილმა გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა წარუდგინა. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით ამ ეტაპზე გუბერნიაში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს. მისი თქმით, ჯერ მთავარი ამოცანა რთველის კარგად ჩატარება და რთული წინასაარჩევნო პერიოდია. პირველი რიგის ამოცანა ეს გახლავთ მიმდინარე რთველის წარმატებით ჩატარება. მეორე რიგის ამოცანა გახლავთ, რომ მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გავაკეთოთ მაქსიმუმი იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ჩატარდეს შვიდ და ნორმალურ კონკურენტუნარიან გარემოში. რაც შეეხება შორს მიმავალ გეგმებს, ეს გეგმები პირდაპირ კავშირში არის, რა თქმა უნდა, მთავრობის გეგმებთან. ის ამბიციური გეგმა, რომელიც მთავრობას გააჩნია ქვეყნის მოდერნიზაციისა და განვითარებისათვის, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება აქ იქნება, რა თქმა უნდა, კახეთის. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გავწიეთ ამ 3 წლის განმავლობაში, ჩემი გუბერნატორობის პერიოდში, კერძოდ ტურისტთა რაოდენობა არის 7 ჯერ გაზრდილი ზუსტად. საწარმოების თვალსაზრისით ახალი ინვესტიციები მოზიდულია საკმაოდ სოლიდური თანხების ფარგლებში. იცით, რომ დაახლოებით რამდენიმე ათეული ახალი საწარმო არის, გადაიარაღებული არის 300-მდე საწარმო რეგიონის მასშტაბით. მელიორაციის თვალსაზრისით 40,000 გექტარზე მეტი ჩვენ შევძელით და მელიორაცია აღვადგინეთ. საქართველოში 5-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვების 4,2% ბავშვთა შრომაში